გამარჯობათ, ჩემო გამომწერებო და არხის სტუმრებო. ეს გახლავთ ვიდეო თქვენთვის, რას მოგიტანთ 20-21 დეკემბრის ახალთვარეობა შვილდოსანის ნიშანში. გააჩნია რომელ ქვეყანაში ცხოვრობთ. ზოგიერთ თქვენგანთან ახალთვარეობა დადგება 20 დეკემბერს, ზოგიერთთან 21. ასევე მოგეხსენებათ, რომ 21 დეკემბერს არის ზამთრის მზებუდობა და იცით, რომ ესეც არის ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, ყველაზე გრძელი ღამე და მოკლე დღე. გავაერთიანოთ ეს ორი, ასე ვთქვათ, მოვლენა ასტრონომიული და ვნახოთ, რას მოგიტანთ. პირველ რიგში ვნახოთ თქვენი სიგნიფიკატორი კარტი, ვინ ხართ თქვენ, რათა დარწმუნდეთ, რომ ეს ვიდეო სწორედ თქვენსია. ვინ ხართ თქვენ? სამი არკანი ამოვიღე, სამივე არა უმაღლესი არკანები, რაც იმაზე მეტყველებს, რომ უმნიშვნელოვანეს ეტაპს გადიხართ ახლა თქვენ ცხოვრებაში. თქვენი ცხოვრება იცვლება და ამასთან დაკავშირებით თქვენ გრძნობთ გაუგებრობას, გრძნობთ, რომ რაღაც ბუნდოვანია ყველაფერი, თითქოს ნისლია, თითქოს ვერ ერკვევით რა ხდება და რატომ ხდება. მოვლენები ისე ვითარდება თქვენ ცხოვრებაში, რომ ამ მომენტში თქვენ ამით არ ხართ კმაყოფილი და ცდილობთ გაერკვიოთ თუ რატომ ხართ ასე, რატომ განიცდით ამ ყველაფერს. არ აღწერა საკვირველია მოვლენებს, თუმცა თქვენ ხართ ფრუსტრაციაში, შეიძლება ითქვას, და შინაგან, ასე ვთქვათ, განცდებში და შინაგანი ნგრევა მიმდინარეობს თქვენი მენტალიტეტის, შეიძლება ითქვას. დაახლოებით ასეთია თქვენი მდგომარეობა ახლა. ვისაც გეცნობა სიტუაცია, ვინც ამოიცანით თქვენი თავი, დარჩეთ რა თქმა უნდა და განაგრძეთ ნახვა. ვინც სრულიად სხვა გვარად გრძნობთ თავს, რა თქმა უნდა, თქვენზე არ არის ეს ვიდეო და ასკროლეთ. მათთვის, ვინც დარჩით, რა მოაქვს ახალთვარეობას თქვენთვის? ფინანსები მოაქვს, სვირფასება პირველ რიგში, ასევე ეს არის მნიშვნელოვანი ადამიანის მხარდაჭერა და გამართლება ბიზნეს საკითხებში, ფინანსების საკითხებში. კიდევ რა მოაქვს? თუმცა თქვენში ეს ყველაფერი იწევს შიშს და თითქოს თქვენ დისტანცირებას ცდილობთ ვიღაცისგან, ვისაც გაყავხართ ამ სიუხვეზე და გაყავხართ ასპარეზზე, სადაც თქვენ თავს უფრო სტაბილურად გრძნობთ. მაინც რაღაც შიშები გიპყრობთ და ცდილობთ, რომ დისტანცირდეთ ამ ყველაფრისგან. მაგრამ ნათელი მოეფინება ძვირფასებო ამ სიტუაციას, ხოლო აღნიშნეთ თავში, როდესაც თქვენი სიგნიფიკატორი არკანები ამოვიღეროთ, თქვენ ხართ რაღაც გაუგებრობაში. აუცილებლად ნათელი მოეფინება ყველაფერს და თქვენ მიხვდებით, რომ ეს არის თქვენი წარმატების გზა. კიდევ რა მოდის თქვენთან? ფინანსები, ისევ ძვირფასებო. თქვენ მიდიხართ თქვენი სიყვარულისკენ, თუმცა ეჭვები არ გტოვებთ, შეიძლება ითქვას, არსად არ მედის ეჭვები, თქვენი ეჭვები შეიძლება სხვა ადამიანზე კი არა, უბრალოდ ეჭვები არის მომავლის შესახებ, რომ არის ეს გამართლებული, სწორი გზა არის თუ არა, ღირს თუ არა გამოხვიდეთ კომფორტის ზონიდან, რას მოგიტანთ ეს გზა თქვენ და ამას გულისხმობ ეჭვებში. ეს მომენტები არის. ეს ყველაფერი არის ილუზიები, რა თქმა უნდა, თქვენივე ძვირფასებო, თქვენ იცით, როგორ არის ძვირფასებო?
ეხავე აი ამოტრიალებულ არკანებს მე არ ვკითხულობ და ჩემი კატა ზოგჯერ თამაშობს სანამ მოვასწრებ ხოლმე ალაგებას კარტის თამაშობს და ამიტომ შეერია რამოდენიმე ამოტრიალებული. დიახ, რაღაც ყურადღება გამოფანტა, ეხავე განვაგრძობ. თქვენ გექნებათ არჩევანი, რითიც სრულდება პერიოდი, სადაც თქვენ გიწევდათ ბრძოლის ველის დატოვება, ასე ვთქვათ. თქვენ სადაც გიწევდათ ისეთი ადგილების დატოვება, სადაც დაუშვათ თავს არ გრძნობდით კარგად, ან ვერ აღწევდით წარმატებას. ნაცვლად იმისა, რომ ადგილზევე გებრძოლათ, დაუშვათ თქვენ ტოვებდით იმ, ასე ვთქვათ, სიტუაციას. აი ეს სრულდება. და იწყება ახალი ერა. შეხედეთ ძვირფასება. იწყება განახლებული ენერგიები, უფრო სასიამოვნო გზები და უფრო ორიენტირებული მომავალში შედეგზე. აი კვერთხების ტუზის მიხედვით. ისე დახტეს ჩემი კატა და ცელქობს. ძალიან უყვარს, როდესაც კარწს შლი კარტებთან თამაში. კარგით, კიდევ რა მოაქვს ამ ახალმთვარეობას, ასე ვთქვათ, მშვილდოსანის ნიშანში თქვენთვის? ძვირფასებო, ეს არის განახლებული ემოციები, განახლებული. თუმცა აქ არის რაღაც ცოტა დაძაბულობა, ცოტა, ასე ვთქვათ, სტრესული მომენტები, რატომ? რადგან თქვენ გსურთ იცოდეთ ყველაფერი, გქონდეთ ინფორმაცია ბოლომდე, ასე ვთქვათ. თუმცა თქვენ მიხვდებით, რომ არ არის საჭირო, რომ ჩაეძიოთ რაღაც საკითხებს. უბრალოდ საჭიროა ისიამოვნოთ და ასე ვთქვათ, დაუფიქრებლად ზოგჯერ გადადგათ ნაბიჯები, მიენდოთ, ასე ვთქვათ, ბედს, მიენდოთ სამყაროს და გაერთოთ. უბრალოდ გართობაც ზოგჯერ აუცილებელია ადამიანისთვის და კონკრეტულად თქვენთვის. თქვენ ამას მიხვდებით. დიახ, არ არის საჭირო, რომ იძაბებოდეთ, დავუშვათ ხართ გადაღლილი ძალიან და გსურთ გაერთოთ ან მეგობრებთან ერთად, ან სამოგზაუროდ წასვლა, მაგრამ ფიქრობთ, რომ შემდეგ ეს ნაბიჯი რას მოგიტანთ მომავალში. არ არის ეს ფიქრები საჭირო. წადით, გაერთეთ, ისიამოვნეთ. ყველაფერი გექნებათ კარგად, რატომ? რადგან თქვენ ხართ ფარველობის ქვეშ, უმაღლესი ძალების ფარველობის ქვეშ და ასევე თქვენ ხართ ძალიან ბრძენი ადამიანი. თქვენი მოქმედებები ყოველთვის არის მიზანმიმართული და სწორი. თქვენ მოქმედებთ მიზნისთვის, ასე ვთქვათ და თქვენზეა ზუსტად ნათქვამი მიზანი ამართლებს საშუალებას. ანუ მაკიაველის მიხედვით, ან ვიცით ეს ციტატა, ასე ვთქვათ, მისი წიგნის მთავარი აღწერილობაა და ეს რაზე მეტყველებს, რომ თქვენ ხართ ლიდერი, ადამიანი დაბადებული ლიდერად. ამიტომ ილუზიებს, ეჭვებს, შიშებს არ ენდოთ, არ დაუჯეროთ, თქვენ ყველაფერს აკეთებთ სწორად. თქვენი ნაბიჯები, თქვენი გათვლები არის სწორი. და რა შედეგს მოგიტანთ ვნახოთ და ძვირფასებო. ამგევიდათ ვარსკვლავი უმაღლესი არკანი. შედეგი იქნება საოცარი. თქვენ მოგიტანთ პოპულარობას, თქვენი დღევანდელი ნაბიჯები, თქვენ მოგიტანთ მიზნების და სურვილების ახდენას და ასრულებას და ასევე ეს არკანი ამბობს ვარსკვლავი იმას, რომ ენდეთ საკუთარ თავს, საკუთარ ინტუიციას და საკუთარ გონებას. ის თქვენ გზას გინათებთ ცხოვრებისავალ გზაზე და თქვენ არ გეშლებათ არაფერი. უმაღლესი არკანი ვარსკვლავის მიხედვით. აქ ასევე არის მაგი და
თვითფასებო, შევხვდებით მომდევნო